უამრავი შეკითხვა დაგროვდა ამ პრეპარატთან, დომენტოლთან და გაგენოლთან დაკავშირებით და ბატონი დომენტი გაგნიძე დღეს არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონი დომენტი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. უამრავი შეკითხვაა, მართლაც მე არც კი ვიცი თქვა საიდან დავიწყო, მაგრამ აი მაგალითად თუ ყოფილა შემთხვევა რომ წამალმა ან უკუჩვენება მისცა პაციენტს ან მოვიდნენ თქვენთან უკმაყოფილო პაციენტები. ქონიათ ასეთი შემთხვევები? მე უნდა გითხრათ სიმართლე, რომ ჩემი წამალი მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ჩემი წამალს უკუჩვენება მილიგრამებით არაფერი არ აქვს. და მაგით ადამიანს ვერაფერს დაუზიანებ, ვერაფერს დაუშავებ. მე გაოცებული ვარ იმით, რაც ხდება ხალხო. მე არ ვიცი, მე არ მინდა, რომ უბრალოდ მე ჩემი კარგად გამიგეთ, მე ჩემი ცხოვრებისთვის თუ მინდა ეს წამალი, მე სხვანაირად მოვიქცეოდი. მე მაშინ დავაფასებდი იმას, რაც ღირს ნამდვილად ეს წამალი. რა ღირს ნამდვილად ბატონ დომენტი? ჩემი წამალი ღირს დღეს $24,000. სულ ცოტა და შეიძლება ცოტა მეტიც. გაფანტული სკლეროზზე 17,000 евро გადაიხადეს. წავიდნენ მე ვიცი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ. ხოლო ის ადამიანი ჩემთან უნდა მოვიდეს, ვიცი. მაინც მოვა აქ მოვა და იტყვის, ის იქ იმკურნალებს საზღვარგარეთ. ის 17,000 евро გადაყარა და ჩემთან მოვა. ჩემთან 200 ლარში უნდა განიკურნოს. მე ახლა ერთი შეკითხვა მინდა დაგიშვათ, თქვენ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ შეკითხვაზე ბევრ ადამიანს აინტერესებს პასუხი. თქვენ ანუ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ავადმყოფეს თქვენი წამლის შედეგად, როგორც მინიმუმ ცუდი არაფერი არ დაემართება და შეიძლება განიკურნონ, ხო? რა თქმა უნდა, მე სრული პასუხისმგებლობით ვიღებ მაგ იმაზე. მე ჩემი წამალი მილიგრამები, ვინც დღეს საქართველოში 800,000 ადამიანი მაინც ხმარობს ჩემ წამალს. ამათგან ნახევარზე მეტი სულ მუქთად იცოდეთ. გასაგებია, მე მაინტერესებს ერთი საკითხი, თქვენ ლიცენზია გაქვთ მოპოვებული. მოგვიყევით ეს ამბავი, როგორ მოიპოვეთ ლიცენზია? გაგიჭირდათ, დიდი ხანი იბრძოდით ამისთვის თუ ერთი სიტყვით ეს ისტორია მოგვიყევით? მე ამ ლიცენზიას 6 წელიწადი ვდიე. როგორც იყო მივახციე და მომცეს ლიცენზია. ვენაცვალე ჩემ მედიცინასაც თვითონ სულ ყველას წამლის სააგენტოში სულ ყველგან დიდებულად მოიხსნენ. ამ წამალს შეუძლიან მსოფლიო დაიპყროს. უკვე დაიპყრო და ეგ არის რა. საქართველოს გარეთ მსოფლიოში იცნობენ ამ წამალს ბატონ დომენტი, რამდენად ენდობიან ამ წამლით კურნალობას? საქართველოში გასაგებია, თქვენ თქვით ციფრი 800,000 ადამიანი თუ არ ვწდები, ხო? აი საზღვარგარეთ გავიდა ეს წამალი? საზღვარგარეთ 25 ჯერ აქვს საბერძნეთში წაღებული. 12 ჯერ აქვს მოსკოვში წაღებული. ყაზახეთენი მოარჩინე გაფანტული სკლეროზით. ყაზახელი კაცი. ყაზახეთიდან არ არის, თვითონ თბილისელია, მაგრამ ყაზახეთში ცხოვრობს. ეგ მორჩა. თქვენთან მოდიან პაციენტები ოფიციალური დიაგნოზით, რომ მაგალითად სჭირთ კიბო, გაფანტული სკლეროზი და ასე შემდეგ, უამრავ დაავადებაზე ვრცელდება ეს. და შემდეგ თქვენი პრეპარატების მიღების შემდეგ გამოჯამრთელდებიან, შეუძლიათ მივიდნენ ექიმთან და ასევე მიიღონ დასკვნა, რომ გამოჯამრთელებული არიან. გასაგებია, თქვენ ახსენეთ რამდენიმე საგაზეთო ინტერვიუში და ისედაც ტელევიზიითაც ახსენეთ ჩვენი რეპორტაჟის მომზადების დროსაც ძალიან ცნობილი ექიმი პროფესორი გელა მუხაშავრია და თქვით რომ თქვენ მან დაგისვათ დიაგნოზი თავის დროზე 1985 წელს. ჩვენ ჩავწერეთ ბატონი გელა მუხაშავრია და მე არ შემიძლია რომ ეს კომენტარი თქვენ ახლა არ მოგასმენინოთ და მოდით ერთად მოусმინოთ და შემდეგ თქვენი პასუხი. მახსენა სამჯერ 1985 წელს პროფესორმა გელა მუხაშავრიამ გამსინჯა, დამიდგინა კიბოს დიაგნოზი, მე არაფერი არ მითხრა, უთხრა იმას რა ქვია ჩემს ნათესავებს და წაიყვანა სახში და მოკვდება თავისით. ჩერერთი და მე ამას გაგრძელება მოყვება. ესე იგი მე მივედი სახლშიო მეო
ნახე ვიღაც წვერიანი კაციო, წვერიანმა კაცმაო, მითხრაო, აი გამოყევი მე და ბალახს გაჩვენებ. თუ არ იცრუა, მაშინ მომიტანოს ის მე რო დიაგნოზი დაუწერე მაშინ. ხო ამბობს ის მის სტადიებში ამბობს რომ ფიქსირებულია რესპუბლიკის ავადმყოფოშიო. ერთი ხელზე უნდა გქონდეს მას ფიქსირებული, ყველა ავადმყოფოს ვაძლევ მაგას. მეორეც რესპუბლიკის ავადმყოფოში და იყოს ფიქსირებული. მესამე ერთი მომიყვანოს კიბოენი ავადმყოფი, ნახავ კიბოა. მე უკუნალოს და მეტყვი. საღოლ დომენტი გაიმარჯვე შენ კიბოზე ვეთქვი. თუ სიმართლეა ხო გეუნები თქვენს გეუნებთ იმას რომ დაი გეუნებ თელ საზოგადოებას. დაობეჭდა სპეციალურად ევროპის დიდ ჟურნალში მაგას. თორემ მაშინ იცრუა. აი ეს იყო ბატონ დომეტი, ბატონ გელა მუხაშავრიას კომენტარი, ეს ადამიანი თქვენ იცით რომ ძალიან ცნობილი ექიმია საქართველოში და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენ ვერანაირად ვერ შევძლებდით ისე რომ არ ჩაგვეწერა, ხო? ბატონი გელა, ამიტომ შეგიძლიათ პასუხისგაცემა, თქვა შეგიძლიათ მართლაც მოტანა იმ დიაგნოზის, რომელიც ბატონმა გელამ დაგისვათ, მაშინ როგორც თქვენ ამბობთ. მე გეტყვით იმას, რომ მე შეიძლება დღეს გელა რასაც თხოვლობს იმ ცნობას მე ვერ მოვიტანე. მე რომ ცოდნოდა რომ აქამდე მივიდოდა საქმე კი შევინახავდი. მაგრამ 25 წელიწადი გავიდა იმის შემდეგ და მე ის სადაგდია ჩემი თავიც რო არ დავკარგე, მე იმის ჯავრი სულ აღარ მქონდა. მე ჩემ თავზე ვფიქრობდი მაშინ. ეს ამბავი მოხდა 1985 წელს და თქვენ ალბათ ისიც გესმით რომ ეხლა შეუძლებელია ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ოპერაცია გაკეთებულა ბატონ გელასაც ახსოვდეს ყველა პაციენტი. კარგით, ამ თემაზე ასე ვთქვათ გადავალ სხვა შეკითხვაზე, მაშინ თქვენ თქვით რომ კიბოს არჩენს თქვენი წამალი. აი შეგიძლიათ გითხრათ რა სტადიებზეა ლაპარაკი, რომელი სტადიიდან იწყება თქვენი წამლით მკურნალობა? გითხრათ ყველაფერი. ჩვენ არავის არაფერს არ ავპირდებით პირველ მეორე სტადიის ზევით. პირველ მეორე სტადიის ზევით არავის არაფერს არ ავპირდებით, მაგრამ ჩვენი წამლით მე გეუნები ძალიან ბევრი მოდიან კმაყოფილები მესამე მეოთხე სტადიის დროს. იცოდეთ, მე არ ვიცი ვის რა იჯერას, მე არ ვიცი ვის რა იწამს, მაგრამ ჩვენ ამ წამლით შეგვიძლია ხალხთა საშუალო სიცოცხლე ავიყვანოთ 100 წლამდე. ჩვენ ამ წამლით შეგვიძლია საერთოდ ავადმყოფობა მოусლოთ. ჩვენ ამ წამლით შეგვიძლია ადამიანის ორგანიზმიდან 12 დაავადება ერთდროულად გამოვიტანოთ. შეგვიძლია ხალხო. აი თუ გქონიათ საუბარი ცნობილ ექიმებთან, მეცნიერებთან, თუ მოსულან ისინი თქვენთან, ან თქვენ თუ მისულ ხართ მათთან და ამ წამლის შესახებ თუ გისაუბრიათ, იმიტომ რომ არის ბევრი ადამიანი, ბევრი პროფესიონალი ექიმი, რომელიც ამბობს რომ შეუძლებელია ასეთი რაღაცა, თქვათ ბალახები დაამზადო წამალი და მან შემდეგ უმკურნალოს და მოარჩინოს კიბოთი დაავადებული ან გამფანტული სკლეროზით დაავადებული. თუ გქონიათ ამ ადამიანებთან საუბარი? ეთანხმებით, სემ საათში მყავმე ავადმყოფი. ქუთაისელი ქალი არის, რომელიც მკურნალობდა ამერიკის პრესტიჟულ საავადმყოფოში და კალიასკიდან ვერ ამოიყვანეს. აქედან დაურეკნიათ იქ რომ აქ არის საქართველოში, რომელიც შენ მოგაჩენს, ჩამოდი აქაო. ჩამოვიდა ის ჩამოსულა ის ქალი, იქიდან წამოსულა. ჩემთან რომ მოიდნენ კალიასკით მოიყვანეს იქამდე, რა ვიცი, გარეთ მოიყვანეს ისა და იქიდან ორმა კაცმა ძლივობით შემოიყვანეს, გამფანტული სკლეროზი ჰქონდა იმაი. ძლივობით შემოიყვანეს, აი ფეხს ვერ ადგავდა დაბლა, ფეხს. ორი ფლაკონი ავიღე და დავანახვე ამ ქალს. მე ვუთხარი, აი ეგ ორი ფლაკონი წაიღე, გატან მაგ ორ ფლაკონს იმ პირობით რომ მეორეთ რომ მოხვალ შენი ფეხით უნდა შემოხვიდი აქამეთქი. ერთი კვირის წინ ქალი შემოვიდა ჩემთან ოთახში. იცინის, მიყურებს. მე ვეღარ ვიცანი, ახლა ხალხი მოდის და მე ყველას ხო ვერ დავიხსომი. დიახ. ვეღარ ვიცანი და თურმე ის ქალი ყოფილა. მეუნები, მე მომავალი პაციენტი მგონია. ვეკითხები რა გიჭირს, რა გინდა მეთქი. რა მიჭირს და შენ ხო მითხარიო რომ შენი ფეხით უნდა მოხვიდეო. აი მოვედი ჩემი ფეხითაო, მითხრა. ამას როგორ დავმალავ?
ამაზე ეს რო არა ვთქვა როგორ შეიძლება კაცო რო არა ვთქვა მე მტერი გამოვდივარ ჩემი ხალხის ჩემი სამშობლოსი და ჩემი ქვეყნის მტერი გამოვდივარ მაშინ ანუ ეს კალბატონი გამოჯამრთელდა და აგერ გაიარა ფეხზე ჩვეულებრივად ვისაც აინტერესებს მოვიდეს იქვე გვიწერია ტელეფონი რამე ყველაფერი და რამდენსაც გინდა იმდენ ვაჩვენებ მე 120 ადამიანი მაინც ამყავ გაფანტული სკლეროზიანი განკურნებული და სიმსივნეებზე კიდე ძალიან ბევრი გასაგებია. ვფიქრობ დღევანდელ გადაცემაში გავეცით პასუხები იმ თავარ შეკითხვებს, რომელიც ალბათ თქვენ ანონსის ნახვის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში დაგიგროვდათ, ასევე გაჩვენეთ ყველა მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ეს წამალი და ისინიც, რომლებიც ამ წამლის მიმართ არიან სკეპტიკურად განწყობილი. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დომენტი გაგნიძე, ბატონ დომენტი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ ახსენ ნახვამდის.